კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზე წარმოდგენილი არის მნიშვნელოვანი ექსპონატები ზოოლოგიური, ბოტანიკური და გეოლოგიური კოლექციებიდან, რომლებიც ძირითადად გროვდებოდა 1852 წლიდან, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის მასშტაბით. წარმოდგენილი არის ისეთი მნიშვნელოვანი ექსპონატები, რომლებიც არიან როგორც ფართოდ გავრცელებული და წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები, მაგალითად კავკასიური ირემი, ლელიანის კატა, ასევე გადაშენებული ან გადაშენების პირას მისული სახეობები, გადაშენებული სახეობებიდან, როგორიც არის კავკასიური დომბა. ჯეირანი ანუ ქურციკი, რომელიც ფართოდ იყო საქართველოში გავრცელებული, მის ერთ-ერთ მტერს წარმოადგენს გეპარდი, რომელიც ძალიან სწრაფად გადაადგილება შეუძლია და იგი 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. გადაშენებული სახეობიდან წარმოდგენილი არის თურანული ვეფხვი. მსოფლიოში ვეფხვის 9 ქვესახეობიდან 4 ქვესახეობა გადაშენებულია, რომელთაგან ერთ-ერთი ეს არის თურანული ვეფხვი. ეს ექსპონატი ძალიან მნიშვნელოვანია თავისი აგებულებით, იწოვდა 160 კილოგრამს. მას შეეძლო ეს ჭამაზე 40 კილოგრამამდე ხორცის ჭამა, გადაადგილდებოდა ძალიან სწრაფად და მხედველობის ძალიან კარგი უნარით გამოირჩეოდა. ახასიათებდა 30 კილომეტრის მანძილზე ხმის მიწვდენის საშუალება. საქართველოში თურანული ვეფხვის შემოსვლა ორჯერ არის დაფიქსირებული. პირველი ეს არის მეფე ერეკლეს მეფობის პერიოდში, როდესაც მოინადირეს მონადირეებმა და ერთი ეგზემპლარი მიართვეს საჩუქრად მეფე ერეკლეს, ხოლო მეორე 1922 წელს, როდესაც იგი შემოვიდა ირანიდან, ძუ ვეფხვის ძებნაში მოხვდა ჯერ აზერბაიჯანში, შემდგომ გარდაბნის ტყის საშუალებით თბილისიდან 23 კილომეტრით დაშორებით სოფელ ლელობთან და ეს არის ვეფხვის მეორე შემოსვლა საქართველოში. მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი ძუძუმწოვართა ცხოველებიდან, ეს არის ციყვები, რომლებიც ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული. ცნობილი არის 29 სახეობის ციყვი, თუმცა კავკასიაში ცნობილი არის და საქართველოში კავკასიური ციყვი. ციყვები გამოირჩევიან სწრაფი მოძრაობის უნარით და მათ შეუძლიათ 30 მეტრამდე ნახტომის შესრულება, ისე რომ ზიანი არ მიადგეს მის სხეულს და სწორედ კუდი ეს არის საჭის ფუნქციას ასრულებს და შესაბამისად როგორც პარაშუტი ისეთი სახით გამოიყენება. ყველაზე სუფთა ცხოველებად ითვლებიან ციყვები, რადგანაც ისინი წელიწადში რამოდენიმეჯერ იცვლიან ბეწვს. ყველაზე უფრო კარგად ბეწვს uvლის მამრი ციყვი და ისინი სწრაფი მოძრაობის უნარით ხასიათდებიან. მდედრები ძირითადად აშენებენ ბუდეს, რამოდენიმე ბუდის აშენება შეუძლიათ, ბუდეს აქვს 2 გასასვლელი, ძირითადად და სათადარიგო. კვლევების საშუალებით დადასტურებულია, რომ მამრები თავიანთ შვილებს ცნობენ ყურების საშუალებით. ყურები სხვანაირი აქვს და ის თავისი შვილი არ არის, მათ აზიანებენ. მიუხედავად იმისა, რომ ციყვები ერთი შეხედვით ძალიან უწყინარი და ძალიან ლამაზი ცხოველია, მათ ზოგიერთ წარმომადგენლებს ახასიათებს კანიბალიზმიც კი. საქართველოში გავრცელებული 400-მდე სახეობის ფრინველი, თითოეული ფრინველი სხვადასხვა სახის ბუდეს ქმნის. თუ დავაკვირდებით ბუდეების ნაკსოვ ტიპს, ხედავთ რომ ყველა ერთმანეთისაგან განსხვავებულია თავის სახეობების მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანი ექსპონატია წარმოდგენილი კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზე წყლის ძუძუმწოვართა ჯგუფიდან, ეს არის მცირეზოლებიანი ვეშაპი, რომლებიც ვიცით რომ ბინადრობენ ოკეანეებში. იგი გამორიყული იქნა მე-19 საუკუნეში შავ ზღვაში და ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ მოხდა ოკეანის ბინადარი შავ ზღვაში არ არის ცნობილი. აქვე გამოფენაზე წარმოდგენილი არის ისეთი მნიშვნელოვანი ექსპონატი თევზების კლასთა, როგორიც არის სვია. ასეთი დიდი ექსპონატი და დიდი სახეობის წარმომადგენელი ბუნებაში ფაქტიურად აღარ არსებობს. იგი რელიქტური სახეობაა და მისი სიგრძე არის 3 მეტრი. ძალიან მნიშვნელოვანია პეპლები თავისი სილამაზით, თითქმის ყველა პეპელა განსხვავებულია თავისი მოხატულობის მიხედვით. ისინი ძირითადად მონაწილეობენ ყვავილების დამტვერვაში და ფუტკრების შემდეგ მათ მეორე ადგილი უკავიათ ყვავილების დამტვერვაში. ისინი იკვებებიან ძირითადად ყვავილებით, ასევე ხილის წვენით.
ცდარია ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პეპლები რამოდენიმე დღე ცოცხლობენ. პეპლები დებენ კვერცხებს სხვადასხვა მცენარეების ქვეშ ან ფოთლების ქვეშ, შეარჩევენ ისეთ მცენარეს, რითაც მუხლუხომ უნდა იკვებოს. კვერცხიდან გამოდიან მუხლუხოები, რომლებიც იკვებებიან მცენარეებით და ამის შემდეგ ყალიბდება ჭუპრი. ჭუპრის შემდეგ უკვე გამოდიან იმაგოები, რომლებიც არიან ჩვეულებრივი პეპლები. მათ გააჩნიათ 6000-მდე თვალაკი და შესაბამისად ძალიან კარგი მხედველობა აქვს. რეცეპტორები უფრო მეტი აქვს, ვიდრე ადამიანს ფერების აღქმის. ეროვნული მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზე წარმოდგენილი სახეობები უნიკალურია მთელ კავკასიაში და მას მსგავსი ანალოგი სხვა მუზეუმებში არ აქვს.